მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღეს პარასკევია, ჩვენი ტელეეთერის გადაცემაში კი, ჩვენ ტელეეთერში კი არის გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც დღეს მე წარუძღვები თენგო ომანიძე, ხოლო ჩემი სტუმარი, ჩვენ სტუდიის სტუმარი იქნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით კუხალაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ბატონ დავით, გადაცემასაც თავად ქვია ანალიტიკა, აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაცემის მიზანი არის ხოლმე არამხოლოდ აი კონკრეტული შრალად ფაქტების შეფასება, არამედ კონტექსტის მიმოხილვა, იმ ყველაფრის ახსნა, რომ რაც ხდება, რატომ ხდება, რა არის ამ ყველაფრის მიზეზები და აი ამ კუთხით მინდა ჩვენ დღევანდელი გადაცემას რო წავმართოთ. თემა იქნება ასეთი, რომ ჩვენს რეგიონში, რასაც ვხედავთ, ძალიან ბევრი ძალის კვეთა ხდება, ხო, ბევრი ძალის ინტერესი იკვეთება. არიან ქვეყნები და ამას ეძახის ხელისუფლება deep states თუ იქ ბიუროკრატიას და ასე შემდეგ სხვადასხვა არაიდენტიფიცირებადი ეპითეტებით მოიხსენიებს, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც არიან დაინტერესებული ამ რეგიონში ვითარების არევით, მაგრამ ასევე არიან ძალები, ვის ინტერესშიც არ შედის, რომ კავკასიაში იყოს არეულობა, რაღაც საკუთარი პოზიციებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ აი ამის შეკავებას. ამ ყველაფრის შედეგებს ჩვენ ხედავთ ნათლად, მათ შორის თბილისის ქუჩებში და ამაზე ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს, რომ არსებობენ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ დაფინანსებას, დაკვეთას, დავალებას, ხშირ შემთხვევაში აქციაზე წასაკითხ ტექსტებსაც კი იღებენ პირდაპირ ქვეყნის გარედან და ისინი მოქმედებენ რაღაც კონკრეტული ძალების სასარგებლოდ. აი ეს თემები რომ მიმოვიხილოთ, საქართველოს კავკასია ზოგადად მართლაც არის აი ძალიან მოწყვლადი რეგიონი, როგორც ახლა უყვართ ხოლმე თქვა და ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, ჩვენთან მშვიდი პერიოდები ძალიან იშვიათად გვახსენდება. რატომ მოხდა რომ დღეს აი ამ რთულ ვითარებაში კავკასია და საქართველოს აღმოჩნდა მშვიდობის კუნძული. ჩვენ ხო ვართ ისტორიიდან სამწუხაროდ მიჩვეული, რომ როგორც კი რამე ხდება რეგიონში, პირველი სადაც ეს ყველაფერი აისახება ხოლმე, ისტორიულად ასე იყო სამწუხაროდ, ეს იყო ზუსტად ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორია, აქაც მაშინვე იწყებოდა არეულობა, ნგრევა, შემოსევები თუ შიდა ასე ვთქვათ დესტაბილიზაციის პროცესები. რატო აღმოჩნდა ამ შემთხვევაში საქართველოს გამონაკლისი? ხედავთ უკრაინაში ომს, ხედავთ ახლო აღმოსავლეთში ვითარებას, ნახეთ ირანში განვითარებული მოვლენები, სოფლიოს არც ერთ წერტილში არ არის სიწყნარე პრაქტიკულად. კავკასია ასე თუ ისე არის აი ეს მშვიდობის კუნძული. თქვენ აზრით რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რა რისი დამსახურებაა ეს? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არ უნდა ვიყვეთ იმის იმედად, რომ deep state დამარცხდება და ახალი deep state არ იქნება. ზოგადად ამის გარეშე ქვეყანას, რომელიც ზოგადად არსებობის განმავლობაში ძალიან ბევრი და პრინციპული ზეგავლენები აქვს მოხდენილი სხვადასხვა რეგიონებში და კონტინენტებზე, ფიქრობ, რომ ამაზე უარს არ იტყვის. უბრალოდ აქ არის ძველის დამარცხებისა და ახალის ჩამოყალიბების ტენდენციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ზოგადად მშვიდობის კუნძულს, ზოგადად მშვიდობა არის სიბრძნის რაღაც შემადგენელი, უпростоრად სიბრძნის შედეგი არის ზოგადად მშვიდობა. და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რაშიდაც ჩვენ ვიცხოვრეთ პოსტსაბჭოთა საქართველოს, ვფიქრობ, რომ იმდენი რამ გამოვიარეთ, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალებები, ტერორისტული აქტები მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, ორჯერადი საომარი მოქმედებები, ვფიქრობ, რომ ამან გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ჩვენზე და აღვიქვით ის რისკები, რაც შეიძლება მოხვდეს ზოგადად იმ დაპირისპირებებს, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ 30 წელზე მეტ გადაცილებული სახელმწიფო ვართ, როგორც დამოუკიდებელი და ყველა იმ ფაქტორმა და გავლენამ, რომელიც გავიარეთ, რა თქმა უნდა, ასახვაფოა ზოგადად ჩვენს დამოკიდებულებებზე და განწყობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყავს საკმაოდ სოლიდური ნაწილი, რომელიც მუდმივად ვერ აღიქვამს ამ პროცესებს. ჩვენ და სამწუხაროდ ეს არის ძალიან დიდი სიმბიოზი ყველაფერთან ერთად, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, რომ ზოგადად პრობლემა რო აღიქვა და სიბრძნით მიუდგეს საკითხებს, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. გამოცდილების ნაკლებობა და საგანმანათლებლო პროგრამის ჩამოშლა არის ორი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელმაც პრაქტიკულად მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი და პლუს ამას უნდა დავუმატოთ აუცილებლად სადაზორო პროპაგანდა, რომლის ქვეშაც ჩვენ
პოსტსაბჭოთა საქართველოს პირობებში პრაქტიკულად ხე არ გავა და წუთი და წამი არ გავა, რომ არ ვიცხოვროთ. ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად სიბრძნე ამითი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც თქვა დღეს გვაქვს, არის სწორედ სიბრძნიდან გამომდინარე. ამასთან ერთად არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე ამას ხშირად ვსაუბრობ, რომ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესები იმდენად მაღალ დონეზეა გადაკვეთილი საქართველოსთან მიმართებაში, რომ გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტს ეს მიმართულება წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ ესეთი თქვათ მაღალი დონის ზეგავლენა არ იქნება და უკვე დომინაციის მაღალ მასშტაბზე მივალთ თუნდაც ერთ სახელმწიფოს მხრიდან, არ უნდა გამორიცხოთ ის გარემოება, რომ ჩვენ შესაძლებელია რომ გარკვეული პერიოდი გქონდეს, შეიძლება არ იყოს ეს განსაკუთრებულად დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ გარკვეული პერიოდი გქონდეს ისეთი პიკი დესტაბილიზაციისა, რომელთაც შესაძლებელია ძალიან ბევრი რამ დაზიანდეს შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ანუ ის რომ დაუშვათ საქართველოში იკვეთება ბევრი სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესი და ვერც ერთი ვერ ახერხებს აქ დომინანტური პოზიციის მიღებას, ეგ ერთგვარად იმუნიტეტი არის ჩვენთვის. ეს არის გარკვეული სტაბილურობისათვის გარკვეული ხელშეწყობის მნიშვნელოვანი პირობა. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, ვფიქრობ, რომ ეხლა მე რაც ვთქვი, ეს არ არის აუცილებელი, რომ დაზვერვის ან კონდაზვერვის სპეციალისტი იყო, მე ვფიქრობ, რომ ელემენტარული განათლება ადამიანსაც რო კონდეს, ამას აუცილებლად ჩახვდება, იმიტომ რომ ძალიან ძნელად წარმომიდგენია ჩვენი ტიპის სახელმწიფო უძლევდეს ისეთ გამოწვევებს და ისეთ საფრთხეებს, რომლის წინაშე ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვდგებით. და არც ის არ ვიქნები მართალი რო ვთქვა, რომ მხოლოდ ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული, მე მაინც ვფიქრობ და დადებით კონტექსტში მოიხსენებ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ჩვენ გვყავს ფარული სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოები, რომელთა მეშვეობით და დახმარებით აუცილებლად ალბათ ვახდევთ იმ შედეგს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, რომ თუნდაც ის გვაქვს შენარჩუნებული, რაშიც ვთქვათ. ეგეთვები მე ჯერ კიდევ აი ომის დაწყების პერიოდში გამიჩნდა ალბათ შეიძლება ესეც იმ ისტორიული გამოცდილების შედეგია, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ვერ წარმოვიდგინე და ვერ არ დავიჯერე და არ მჯერა არც ეხლა სიმართლე გითხრათ, რომ საქართველოს ყავდა ამ შემთხვევაში მხოლოდ ისეთი ჭკვიანი მმართველობა, რომელმაც წინასწარ განსაზღვრა შედეგები, დაიჭირა სწორი პოზიცია, დადო სწორი ფსონი. ამითი ჩვენ ხელისუფლებას კი არ ვამცირე პირიქით, ამასაც ჭკუა ჭირდება და ალბათ ამასაც სიბრძნე ჭირდება, რომ თუნდაც სხვა მოგაწოდოს ასეთი ინფორმაციები, შენ მაინც სწორ რელსებზე დადგე და არ გადაუხვი ამ ყველაფერს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ როგორც ჩანს არსებობს რაღაცა კონკრეტული ძალები, რომლებთანაც ამ ხელისუფლებას აქვს გარკვეული კავშირები და საიდანაც მოხდა ინფორმირებულობა იქნებოდა ეს თუ გარკვეული სტრატეგიის დასახვა საქართველოს მხრიდან, რამაც აი მართლაც დანის პირზე გაგვატარა. მე მახსენდება მაგალითად ამერიკის არჩევნები ჯერ არ იყო გამართული, როდესაც ქართული ოცნება აღმოჩნდა ხელისუფლება ამ კონტინენტზე, არ ვიცი, შეიძლება ერთადერთი ხელისუფლებას, რომელსაც პირდაპირ მართლაც ტრამპის გამარჯვებაზე ედო წინასწარ ფსონი. ტრამპი რო დამარცხებული იყო იმ არჩევნებში და ისე ბაიდენის ადმინისტრაცია დარჩენილიყო, აი ხო წარმოგვიდგენია საქართველოში რა იქნებოდა, მაგრამ ეს ფსონიც გამართლებული აღმოჩნდა. აი ეს საინტერესო მომენტი არის, რაზეც თქვენ საუბრობთ და ეს არის ზუსტად კავშირში deep state-ის დეფინიციასთან, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას ძალიან უყვარს ეს ტერმინი. რა არის ეს deep state-ი საბოლოო ჯამში თქვენი აზრით? მე ამას, რა ვიცი, მე ყოველთვის ამას ვეძახდი და ასე დავარქმევდი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში ჩვენთვის სასარგებლო იყოს, რაღაც მომენტში უსარგებლო იყოს, მაგრამ ეხა deep state და იმის დაჯერება, რომ ეხა სადღაც ხედან არაფორმალური მართველები და ეხლა ტრამპი ცდილობს რომ ეგ არაფორმალური მართველები ჩამოაგდოს და ქვეყანა გახადოს, ასე ვთქვათ, ისე ტრანსპარენტული გახადოს მართველობა, ცოტა დაუჯერებელი არის ჩემთვისაც. ესეთი ტიპის მმართველობა მაღალი ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფოებს პრაქტიკულად ყველგან გააჩნიათ, ესე რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი სახელმწიფო. უბრალოდ იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც უნდა გაატაროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ეტაპზე, სწორედ იმ მიმართულების deep state არის მიუღებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიქმნება და არ არის შექმნილი ახალი deep state. ეს არის მოკლედ უნდა განსაზღვროს ესეთი რაღაცა, რომ არის სხვადასხვა ტიპის განსაზღვრებები, მე მაინც ესეთ განსაზღვრებას შემოვიტანდი ერთ-ერთ ვერსიას, რა ვიცი, რამდენად მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, მათი ნება არ და მე არასოდეს არ ვზალადობ
საზოგადოებაზე, ამიტომ ყოველთვის ვერსიების დონეზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ არც მაქვს უფლება, რომ როდესაც შენ არა გაქვს ღია წყაროების გარდა გარკვეული კავშირი, თქვა დახურულ წყაროებთან, ამ შემთხვევაში ვერსიის დონის გარდა მე ვფიქრობ, რომ მე არ უნდა გავწდე საზღვრებს. ამიტომ ეს არის პრაქტიკულად კრიმინალურ წრეების, ფინანსური, დანაშაულებრივი ფინანსური წრეების და სამხედრო წრეების გაერთიანება, სადაც მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დიდ როლს თამაშობენ სპეცსამსახურები. ამიტომ ესეთი ტიპის მაორგანიზებელი სქემა საჭიროა არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ესევე სხვა სახელმწიფოებისათვის, რათა ეს ყველაფერი გამოყენებული იქნას ზეგავლენის მასშტაბების გასაზრდელად, უკვე არსებული ზეგავლენის მასშტაბების შესამცირებლად, ან უფრო გასაზრდელად, ან უფრო შესამცირებლად. რაც აქვს სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ მიმართულებით განვითარდება ყველა მოვლენა სწორედ ამ ტიპის გამოყენებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ უნდა შევიქმნათ აზროვნებაში დისკომფორტი იმ კუთხით, რომ ესეთი თქვათ ორგანიზებული სქემა ამერიკის შეერთებულ შტატებს ან სხვა სახელმწიფოს არ ექნება. ამის გარეშე უბრალოდ დომინაციის მიღწევა ან შენარჩუნება პრაქტიკულად არის წარმოუდგენელი. ეხლა რაც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, მინდა რომ მესამე მნიშვნელოვან ფაქტორზე ვისაუბრო, ეს არის აუცილებლად ღმერთი, რომლის მე ჯერა და მწამს წინამდებ შემთხვევაში იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაშიდაც საქართველოს ისტორიულად ცხოვრობს, ზოგადად არ შეიძლება რომ საქართველოს იარსება, მაგრამ არსებობს. ამიტომ ვთვლი რომ ერთ-ერთი დამსახურება ამაში რა თქმა უნდა ღმერთის არის. ახლა რაც შეეხება ისევ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიდეთ, ეს არის თქვათ ფარული სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც წარმოგიდგენიათ, ჩვენ გვებრძვიან სახელმწიფოები, რომლებსაც განვითარებული მაღალ ტექნოლოგიურად განვითარებული არიან და არიან სახელმწიფოები, რომელსაც გააჩნიათ კოსმოსური დაზვერვა. ეს არის უმაღლესი დონე ზოგადად სადაზვერვო საქმიანობაში, როდესაც პრაქტიკულად ყველაფრის კონტროლი შესაძლებელია. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც რა თქმა უნდა წვდომა კოსმოსურ დაზვერვასთან არა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა კეთილგონიერება და სავარაუდოდ კოორდინაცია არსებობს, სადაზვერვო კოორდინაციის სისტემა და ამას ვერც ერთ სახელმწიფო გვერდს ვერ უვლის და ალბათ ამ სქემაში ჩვენ ვზივართ და ჩვენ გვაქვს დროულობით და სანდოობით და სრულყოფილებით გამორჩეული ინფორმაციები, რომ ის თქვათ რადიკალური რკალი, რომლის ზეგავლენის ქვეშ ყოველდღიურობაში ცხოვრობთ, რომ გარკვეულწილად ნეიტრალიზებული იქნას ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი ზემოქმედება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ მოვა დრო და არ არის ეს დრო ძალიან შორს, რომ გამოჩნდებიან სახელმწიფოები, რომელთანაც ესე რა ქვია ვიმყოფებით ამ კოორდინაციის სისტემაში და სავარაუდოდ ეს იქნება ან სახელმწიფო, ან სახელმწიფოები, რომლებიც უკვე გადავლენ სრულ დომინირების რეჟიმზე, არა მარტო საქართველოს მიმართებაში, არამედ გეოპოლიტიკაში ალბათ. ჯერჯერობით მაინც ვისაუბროთ ჩვენ უფრო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასი. რაც შეეხება ზოგადად ჩვენ აქ ძალიან ბევრი კონტურები გვეკვეთება უცხო სახელმწიფოების და განსაკუთრებულად მინდა გამოყო დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი მე ვთვლი რომ არის ძალიან მაღალ განვითარების და მაღალ ტექნოლოგიურად განვითარების სახელმწიფო, რომელსაც მაღალი დონის სპეცსამსახურები გააჩნია და სადაზვერვო უწყება, ამიტომ მისი გარკვეული ტიპის დომინაცია და ბრძოლა ამ სრული დომინაციისათვის აშკარად თვალშისაცემია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მაგალითი 1918-21 წლების. 100 წლის წინანდელი მაგალითი. ხო, არავინ და ერთ რამეს მინდა რომ საზოგადოება შეეგუოს, რომ არავინ ჩვენი გულისთვის თავს არასოდეს არც მოიკლავს და არც ზედმეტად ერთ თეთრსაც კი არ დახარჯავს, თუ მისი, ესე იგი, უცხო ქვეყნის ინტერესები არ იქნება გატარებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სრული დომინაციის მიღწევისათვის კრიზისული ფაზა არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასკვნითი ფაზაა და ამ შემთხვევაში ყველა ქმედება, რასაც აღორციელებს დიდი ბრიტანეთი, ვფიქრობ, რომ ის თავის ღირებულებას ზრდის რეგიონში, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს ძალიან დიდი სარგებელი და ეს სარგებელი იქნება ვაჭრობაში შესვლა სავაჭრო ეკონომიკური კუთხით იმ თქვათ სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოებთან, რომლებიც ან გაინაწილებენ დომინაციას საქართველოში, ან შესაძლებელია რომ ეს იყოს ერთი სახელმწიფო და შესაბამისად ძალიან ამ შემთხვევაში დასაშვებ ვერსიად მიმაჩნია, რომ გაურიგდეს დიდი ბრიტანეთი ამ
დომინაციის ფლობელ სახელმწიფოებს ამ სახელმწიფოს რომ მიიღოს ეკონომიკური სარგებელი საკმაოდ ბევრი ხნის განმავლობაში. როგორც პრინციპში სუხდებოდა ხოლმე ალბათ ომები რამის მითაც. ნუ ისე ვიხსენებ, ნახეთ, დღეს არ არის რა თქმა უნდა ბრიტანული ჯარები საქართველოში, მაგრამ ჩვენ ყავს ბრიტანეთის შეღწევადობას დაქვემდებარებული აგენტურული აპარატი საქართველოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც თურქეთის, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების, როგორც რუსეთის ფედერაციის, ამიტომ აგენტურული აპარატიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსაც. ამიტომ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ვფიქრობ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დროებითია და როგორც იქ არის ცვალებადობის ხარისხი ძალიან მაღალი, ამ შემთხვევაში აქაც უნდა ველოდოთ ცვალებადობის ხარისხს. ამიტომ მაინც კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ დიდი ბრიტანეთის ცდილობებს, ალბათ თქვენს გექნებათ რაღაც გარკვეული და უფრო სრულყოფას გავაკეთებთ ჩვენ. სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სწორია თუ არა, როდესაც ჩვენ მსჯელობთ საქართველოზე მხოლოდ თუ აი ამ ძალებისთვის და იგივე ბრიტანეთისთვის, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ მეორე მის დაპირისპირებულ მხარეს მდგომი ძალებისთვის, კავკასია ეს არის ერთიანი კონტექსტი, ასე ვთქვათ. ამას რატო ვკითხულობ, რომ აი გარდა ჩვენი ქვეყნისა ძალიან საინტერესო პროცესებია ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, ხო? სომხეთში ნამდვილად არ არის მშვიდი ვითარება, განსაკუთრებით იქ სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება, დღეს იყო თუ სწორად დღეს თუ გუშინ იყო რომ 10 ეპისკოპოსი გამოვიდა იქ პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით და მთავრობა მხარს უჭერს მათ მოთხოვნას და ძალიან არეული არის იქაც სიტუაცია თან ახლა ისე ტრადიციულ ერში როგორიც არის სომეხიერი გასაგებია რომ ეს რელიგიური საკითხები დიდ მგრძნობიარობას იწვევს ძალიან განსხვავდება აზერბაიჯანის პოლიტიკაც იმ პოლიტიკისგან რაც მას ჰქონდა რამდენიმე წლის წინ ხო და ჩვენ ხედავთ უკვე საკმაოდ მაღალი პრეტენზიების მქონე და ამბიციების მქონე აზერბაიჯანულ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთსაც აღარ, ასე ვთქვათ, არაფრად აგდებს და ყოველ შემთხვევაში ახერხებს, რომ რუსეთსაც გარკვეულწილად მეტოქეობა გაუწიოს რეგიონში. ეს ყველა ცვლილება და ნუ საქართველოში მიმდინარე ვითარებას ვიცით, რომ ფაქტიურად სუდესტაბილიზაციის პირობებში ვცხოვრობთ მთელი ეს ბოლო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში და არის სწორედ იმისი შედეგი, რომ აი იმ ძალებისთვის, ვისაც ჩვენთან აქვს ინტერესი, კავკასია ერთიანი პლაცდარმია, ერთიანი კონტექსტია. ესე იგი, 18-21 წლების მსგავსად დღესაც სამხრეთ კავკასია მოიაზრება ერთ მთლიან ორგანიზმად და შესაბამისად ზეგავლენებიც ამ შემთხვევაში, როდესაც ზეგავლენებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარია ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე ზეგავლენის კუთხით. ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში პირდაპირ გამოჩნდა მოვლენათა პარალელიზმი და მე ამაში რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ როგორც სომხეთში ისე საქართველოში ეს ხაზი არის ძალიან გააქტიურებული როგორც სომხეთში ისე ჩვენთან ძალიან მაღალი დონის კომპრომეტაცია მიმდინარეობს რელიგიურ და შესაბამისად პოლიტიკურ დესტრუქციაში აშკარად არიან ჩართული მაღალი თუ დაბალი რანგის სასულიერო პირები. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სადაზორო ზეგავლენი, უკაცრავად სადაზორო პროპაგანდის თქვათ ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ცოტა სხვა მიმართულებით მე მგონი, რომ სადაზორო შეღწევადობაზეც კი შეიძლება კონდეს საუბარი. აი აქ დავაზუსტებ, აი მათ შორის თქვენ ახსენეთ, რომ ჩართული არიან სასულიერო პირები. როგორც იქ ისე აქ აი მე საერთოდ ამასაც ვიტყვი ალბათ მაყურებელი ისედაც დააკვირდებოდა ჩვენს ეთერებს ჩვენი ერთგული მაყურებელი ყოველ შემთხვევაში რომ მათ შორის აი ოპოზიციურად განწყობილ სასულიერო პირებზე ჩემი მხრიდან და ჩვენი მხრიდან და ჩვენი ეთერის მხრიდან არის მის ხოლმე კრიტიკული განცხადებები აი დოროთე ყურაშვილი ხო თუ ყურაშვილი ვინც არის და სხვა სასულიერო პირები ხა ჩვენ მხრიდან არ გაგვიკრიტიკებია და მე პირადად მაქვს ამაზე ასეთი შეხედულება და არგუმენტი რომ როდესაც ხა მეორე მხარე აკრიტიკებს სასულიერო პირებს ხშირად უსამართლოდ მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სამართლიანათაც და აქედან გვაქვს არგუმენტი რომ ეს არის არა კონკრეტულ სასულიერო პირზე არამედ მთლიანად ეკლესიაზე დარტყმა და ეს ეკლესიის იმიჯს აყენებს ზიანს და არ შეიძლება დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს ხა იქაც მხოლოდ იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებული აზრი აქვს არ მინდა რომ გავლანძღო ადამიანი მით უმეტეს თუ საუბარი არის მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე თუ ყოფილ სასულიერო პირზე და თქვენ როგორ ხედავთ აი ხა არ არის ამ ადამიანების ბრძოლა გულწრფელი და ისინი მართლა შეიძლება იყვნენ გარკვეული გავლენებში
როგორ თქვა, დაინტერესებული პირები, სხვა ინტერესები შეიძლება მათ ქონდეს. ესე იგი, ცალსაღად ვაფიქსირებ ერთ მნიშვნელოვან პოზიციას და ვფიქრობ, რომ საზოგადოება რაც მალე გაათვითცნობიერებს აი ამ პოზიციას და რაც უფრო მეტად მხარს დაუჭერს, ვფიქრობ, რომ ჩვენთან პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი იქნება ძალიან ამაღლებული. სადაც საუბარია ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაზე, იქ მთავრდება ჩემთვის როგორც სასულიერო პირი, ისე სახელმწიფო თუ არასახელმწიფო მოღვაწე ნებისმიერი ადამიანი. იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს უნდა გამოვასალმოთ, სახელმწიფო გადატრიალება მეტი არაფერი არ არის. ყველა აი დააკვირდით ორი გადატრიალება მოხდა, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი და სისხლიანი მიუხედავად ამისა, თუ კარგად გავაანალიზეთ იმ პროცესებს, ვითომ და თითქოს და მშვიდობიანი გადატრიალების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვასალმეს სიცოცხლეს და ეს იყო სწორედ იმ რევოლუციის და იმ იდეების ძირითადი შედეგი. ხო, ეს არ იყო სრულიად უსისხლო და რა ვიცი, შევახსენებ მოსახლეობას, მათ შორის ხელისუფლებას, ძალიან კარგად გადახედონ იმ პერიოდის სახალხო დამცველის ესა რა ქვია ანგარიშებს, სადაც პირდაპირ მოყვანილია ესეთი ქმედებები და რომელზედაც სამწუხაროდ პასუხი არავის არ უგია, რომ აქ იყო არა მარტო თქვათ ცემითა და სხვა არ მინდა ყველაფრის საუბარი და ვერ ვისაუბრებ ეთერში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება კიდე გახდათ ის, რომ ისეთი პირობები იყო მიზანმიმართულად შექმნილი, რომ პრაქტიკულად გამოყენებული იყო საფრთხის ბიოლოგიური ფაქტორის გავრცელება, ესე იგი ტუბერკულოზის მიზანმიმართული გავრცელება საშუალებას დაწესებულებაში. ამას პასუხი არ უგია არც ესა იუსტიციის მინისტრს, არც იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, არც იმ საშუალების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს თუ უშუალოდ იმ დაწესებულების ხელმძღვანელებს და მათ შორის სამედიცინო პერსონალს და რასთან გვაქვს საქმე, უსვამ მე კი ვიცი რასთან მაქვს საქმე, მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგოს. საინტერესოა თქვენ როგორ ხსნით ამას. შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ ეს არის ადამიანური ბოროტება და იმდენად ბოროტი ადამიანი იყო, რომ ასეთ ქმედებასაც ან გულგრილობა, რომ არაინტერესებად იპატიმრებს. მე მგონი რომ ეს სიმბიოზი არის, როგორც ეს არის სამსახურეური გულგრილობა და ეს არის ბოროტება. როდესაც იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ესეთ ფაქტებს აფიქსირებ და შენ იქ რჩები და ღებულობ სარგებელს, მათ შორის გრანტებს, მათ შორის სახელმწიფო თანხმობას, მე ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა თუ არ შეგიძლია ამ შემთხვევაში, უკვე შენც იგივე დანაშაულის მონაწილე ხარ. ესე იგი, სისხლსამართლოს კოდექსში თქვენ მე მგონი იურისტით ვთანდებით, რამდენადაც ვიცი, არის ესეთი ქმედებითაც არის სისხლსამართლო და მოქმედებს და უმოქმედობითაც არის. ამიტომ ამ შემთხვევაში უმოქმედობაც ჩვეულებრივად შედეგობრივად სისხლსამართლის დანაშაულის ობიექტად აქცევს ადამიანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც შეუტყობინებლობა ეს არის უმოქმედობით გამოწვეული. ხო და მე გეუსაუბრებით იმაზე, რომ ყველაფერი შეტყობინები არ მარტო შეტყობინებაა შესული, არამედ განხილულიც კი არის საქართველოს პარლამენტში. ესე გამოდის, რომ ვინ ჩამოთვალე იუსტიციის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საშუალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელები, სამედიცინო სექტორი ამ მიმართულებაზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც ისმენდნენ და ამ მიმართულებაზე არ რეაგირებდნენ. საქართველოს გენერალური პროკურატურა, სადაც საბოლოო ჯამში ეს ანგარიში უნდა წასულიყო. თუ არის წასული და არ რეაგირებენ, ეს ერთია და თუ საერთოდ არ არის წასული, აქ კიდე მეორე არის და ესე გამოდის, რომ მუდმივად საუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ძირს უთხრა. აი აქედან გამომდინარე, თუ ამაზე რეაგირება არ ხდება, აქ კიდე დამატებითი კითხვის ნიშნები ჩნდება, რა არის შერჩევით სამართალი გვაქვს თუ რასთან გვაქვს საქმე. ხო, აი საინტერესოა, თუ გავიხსენებთ შარშან შექმნილ კომისიას, თუ წლის დასაწყისში შექმნილ საპარლამენტო კომისიას, რომელიც იძიებდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო გაცხადებული მიზანი, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულების გამოძიება. მე იმ თავითვე და ყველა ეთერში ამას ჩვენ ვაფიქსირებდით და რა თქმა უნდა მომხრევართ კი არა, ალბათ პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა იყო განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც უშუალოდ ჩართული ვიყავით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პროტესტში, როდესაც ისინი მთავრობაში იყვნენ. ხა დღეს როცა ოპოზიციაშია ნაციონალური მოძრაობა, დღეს გინება ძალიან ადვილია, მაგრამ აბა იმ დროს ამოიღოთ.
მოკლედ ეს იყო ნამდვილად ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ამას ჭირდება ორი რამ, ერთი რომ ეს აუცილებელია რომ მოხდეს სრული შესწავლა სურათის, აი თქვენ რასაც ასახელებთ ახლა, ამაზე მძიმე დანაშაული რა უნდა იყოს, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ცდილობს გაავრცელოს გადამდები მომაკვდინებელი დაავადება, რომ რაც შეიძლება დიდი სიკვდილი გამოიწვიოს წლების განმავლობაში. და მეორე რაც ასევე მთავარი წინაპირობა იყო, რომ სამართლიანობის აღდგენა იმას არ ქვია მარტო რომ ვინმეს დაჟი, იმასაც ქვია რომ ვინც დაზარავდა მას აუნაზღაურებ ზიანს და რაღაც კომპენსაციას მიიღებს, რაზეც საერთოდ არ მიდის ახლა საუბარი, ამიტომ ცოტა არ იყოს მე კრიტიკულად ვარ ამ პროცესის მიმართ განწყობილი. აი თქვენ ასეთ რატომ არ მოხდა თუნდაც ამ კომისიაზე, თუნდაც აი ასეთი ტიპის დანაშაულებების შესწავლა. მოდით ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რა. დღესაც ძალიან მაღალი პროპაგანდისტული საქმიანობა მიმდინარეობს, რომ უცხო ქვეყნებში მიღებული განათლება ეს არის გარკვეული სტაბილურობის, გარკვეული რაღაც სასწავლის მოხდენის შესაძლებლობა. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ იმ პერიოდში, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ და მხოლოდ ერთ მიმართულებას ვსაუბრობთ, და ალბათ ჩვენ მე გვექნება კიდე შეხვედრები და სხვადასხვა მიმართულებას გავშლით, ჩვენ ყავდა იმ პერიოდში ხელისუფლებაში და სწორედ იმ უწყებებში, რომელზედაც ვსაუბრობთ, ადამიანები, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული დასავლეთში. ესე იგი, რა გამოდის, რომ რეალურად ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, ჩვენ უნდა აღვიქვათ, ეს არის კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა. მე ესე აღვიქვამ აქ, იმიტომ რომ სრულად ვიზიარებ. ერთ რაღაც უნდა გავიხსენო აუცილებლად ერთ ტრენინგზე, მათ შორის ეს ხდება უცხოელების მონაწილეობით, როდესაც რაღაც თემაზე წავიდა საუბარი, პირდაპირ ესა პროპაგანდა წავიდა იმისკენ, რომ რეალურად თანამშრომლებს უნდა მოეხდინათ პროვოცირება დანაშაულისა და მე ესეთი შეკითხვა დავსვი ამ იმ ჯგუფში, სადაც ვიყავი და მათ შორის აქ აბსოლუტური უმრავლესობა იყო სპეცსამსახურისა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. დავსვი ესეთი შეკითხვა, ვისაც მიყავდათ ეს რა ვქია ტრენინგი, რომ ჩვენთან ეს ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულის პროვოცირება. ერთ სიტყვით პასუხი რა თქმა უნდა ვერ მივიღე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთ შემოთავაზება მაშინვე იყო. და ყველაზე მთავარი არსებითი გახლავთ ის, რომ ამ ხელისუფლებამ არ გაანალიზა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი პრაქტიკულად პროვოკაციის და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებებით იძულებული გახადა, რომ გამხდარიყო სისხლის სამართლის დანაშაული. და უფრო მეცაც გეტყვით, ალბათობის მაღალი ხარისხით ეს თანამშრომლები დღესაც იმყოფებიან სხვადასხვა სისტემებში. და აკეთებენ იგივეს რასაც აკეთებენ. ხო, არ ვიცი ახლა რამდენად რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ, მაგრამ არ გათეთრდების ყორანის ვარიანტით თუ იმჟელებთ, ზოგადად ცოდვა, მოუნანებელი ცოდვა, როცა ადამიანს ჩადენილი ის ძალიან შესაძლებელი იმ დონემდე მივიდეს, რომ ფსიქოლოგიურად საერთოდ წონასწორობა დაკარგოს. ამიტომ ფიქრობ, რომ ან გაგზავნების რეჟიმშია და იგივეს აკეთებს, ან და რამ მდგომარეობაში ეს უკვე ჩვენი სამშობლო თემა არ არის. ამაზე აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურამ ზოგადად და საქართველოს პარლამენტმა ერთობლივი ძალებით ფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა განიხილონ. რატომ ხდება, რომ ეს ჯაჭვი არ იშლება? თუ ეს ჯაჭვი არ დაიშლება, რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ რო კონკრეტული აუცილებლობა დადგეს, იგივეს გააკეთებენ და ეს არის ესე იგი პრაქტიკულად ინსტრუმენტი ნებისმიერი ხელისუფლების ხელში, რომ ის იქცეს პრაქტიკულად საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ერის. თუმცა ასეთი მიდგომა იყო კიდეც და მოგვისმენი ასეთი განცხადებები უკვე აი ახალი ჯერ კიდევ ახალი მოსული რო იყო ხელისუფლება და საუბარი იყო კოაბიტაციაზე, რასაც თავიდანვე წინააღმდეგებოდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ეს ხალხი იმ სისტემაში იყვნენ ცუდი ხალხი, თორე ხა ჩვენ კაი ხალხი ვართ და ჩვენი სამსახურში თუ ჩადგებიან სისტემას ვაუმჯობესებთ ჩვენ, თორე იქ სისტემის რგოლები ვინ არიან, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მცდარი შეხედულება, ეს არის პრაქტიკულად იმ დონის მცდარი შეხედულება, რომ ეს პირდაპირ ასახვას პოვეს უარყოფითად ქვეყნის ეროვნული საფრთხეების სისტემაზე და ეროვნულ საფრთხეებას. ესე იგი, ამით ჩვენ ვზდით პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეთ. პირველ რიგში, შენდობის უფლება აქვს მხოლოდ კანონს. ჩვენ მე მგონი, რომ ხელისუფლებაში სასულიერო პირები არ აქვს, რომ სხვა მიმართულებით მათ შენდობა შეძლონ და მეორე შეუძლია, რომ რა თქმა უნდა, მოძღვარმა შეუნდოს, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, ქრისტიანები ვართ, აქედან გამომდინარე ვიცით. თუმცა ეს შენდობა არათავისუფლებს კანონის პასუხისმგებლობას. არავითარ შემთხვევაში და სანამ ჩვენ არ გადავალთ ამ მიმართულებაზე, რომ ყველამ თავის დამოქმედარზე პასუხი აგოს,
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე. და ნუ იქნება ძალიან დიდ იმედად იმაზე, რომ კომპრომეტაციით შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო მართოს სახელმწიფო მოხელე. იმ კომპრომეტაციის მასშტაბებზე ინფორმაციები ალბათობის მაღალი ხარისხით კარგად დიდი ხნის წინ არის წასული უცხო სახელმწიფოებში ინფორმაციული ნაკადები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები იქ ვერ მიიღებდნენ თავშესაფარს და იქ ვერ გააგრძელებდნენ ცხოვრებას. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია სახელმწიფო მართავდეს ამ ადამიანებს და ვიღაცა თulis, რომ ეს არის დადებითი მხარე, აუცილებლად უნდა შევხედოთ მეორე და უარყოფით მხარეს, რომ ისინი შესაძლებელი ემართებიან უცხო სახელმწიფოების მიმართ და იმართებიან იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთა პოლიტიკა იყო იმ პერიოდში, პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, ეს იყო დასავლური პოლიტიკა და შესაბამისად არ უნდა გამორიცხოთ ის გარემოება, რომ მათ შორის ამ ხელისუფლების კომპრომეტაციისთვის ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთონ ამ ადამიანებს. თუ გავითვალისწინებთ ზოგადად იმ თქვათ ქმედებებს, რაც ხორციელდება ჩვენს უახლოეს პერიოდებში, მე ვფიქრობ, რომ შეხებადობის მასშტაბები ამ კუთხითაც ძალიან მაღალი არის. რაც უფრო ჩვენ ამ პროცესს გავწელავთ, მით უფრო მეტ და მეტ უარყოფით შედეგს მივიღებთ. ანუ საჭირო არის სისტემური წმენდა ამ შემთხვევაში. სისტემური თუ დამეჯერება ჩემ გამოცდილების მქონე ადამიანს, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი შენდობა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენ თანამშრომელთან მიმართებაში უბრალოდ არ შეიძლება. ახლა განსაკუთრებით საუბრობ მე ისეთ დანაშაულებზე, სადაც საუბარია ადამიანების კვლელობები, ადამიანების ფინანსური დანაშაული კიდე შეიძლება აბატი, მაგრამ ამას აქვს კიდეს კანონის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. გავიგე, მაგრამ ნახეთ მიზანმიმართულ დაბერებებზე გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი, მიზანმიმართულად აბერებენ დანაშაულს რა. და მე ვფიქრობ, რომ ესეც ამასაც ჯგუფური ხასიათი აქვს და ხელი ხელს ბანს და ორივე ხელს პირით პრინციპით ეს ადამიანები არა მარტო ინარჩუნებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, მათ შორის ისინი ახალისებენ საკუთარი ეგრეთ წოდებული კლანისა და წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე მოსვლას. ახლა რაც უნდა დამალონ, ხო, საზოგადოება მაინც ადამიანი, ქართველი ადამიანი განსაკუთრებულად ბრძენია და თუ იმის მიღწევა გვინდა, რომ ზოგადად არავის არაფრის არ გჯეროდეს, ეს უკვე სხვა საკითხი არის და ამ შემთხვევაშიც აქ შესაძლებელია, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ქმედება ხორციელდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ადამიანის ზოგადად დაუშოლება, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია. აი ბატონ დავით. მათ შორის პროტესტ მოგითხოთ, რომ აუცილებლად მან შევახოთ სასამართლო ხელისუფლებას. პირველი, სადაც ალბათ უნდა მოხდეს წმენდა, ეს არის სპეცსამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და სასამართლო. ეს არის ადგილები, სადაც სამართალმა პური უნდა ჭამოს. და ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან ბევრ მოვლენას გადავხედოთ იმ ქვეყნებში, სადაც სამართალი პურს არ ჭამს, იქ არის ძალიან მაღალი მასშტაბის ზოგადად დესტრუქცია. მე ვხედავ ერთ არ ვიცი რა როგორ შევაფასო, მაგრამ ხომ არ არის საბოტაჟი ზოგადად ამ სტრუქტურებში იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან ბევრი დანაშაულის ირგვლივ შედეგები არ დგება და მას შეუძლია გაგრძელდეს 10-15 წლის განმავლობაში. 10-15 წლის განმავლობაში გაგრძელდება დანაშაული ზოგადად. ისა დანაშაულის შესახებ სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ პრევენციის მექანიზმს უსწრებთ ადამიანებს. ძალიან მოსარიდებელია კიდევ ერთი მიმართულება, როდესაც სხვადასხვა ფინანსურ დანაშაულებებში მონაწილე ადამიანები განაგრძობენ საქმიანობას სხვადასხვა უწყებებში. გელს როდესაც ხრის პარაში შეუშვებ უკვე ფულსა და ადამიანს შორის დამოკიდებულებას ერთხელ ხნა და ეპატიოს და არაუშავს რაღაცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა არ უნდა არსებობდეს ადამიანი ქვეყანაში რომელიც ამ შენდობას გამოაცხადებს სისხლის სამართლის დანაშაულის წინაშე ყველა უნდა ვიყვეთ თანაბარი თუ ამას არ ვაკეთებთ ეს იმას ნიშნავს რომ კორუფციას ვახალისებთ და ძალიან ცუდად მომესმა თქვენი მხრიდან ესა რა ვქია ფინანსურ დანაშაულებზე ესა რა ვქია არა მე ამ შემთხვევაში ამნისტიას პატიებას არ გულისხმობ ანუ შეიძლება ეხლა მკვლელს რო დასჯი პირობითად იგივე ხარისხით რაღაც იმაში სრულად მოყვებით რომ თანამდებობაზე ესეთი კაცი არ უნდა მიუშვა ლუსტრაციის კანონმდებლობა რაც არის აიკრძალოს რაღაც ტიპის საქმიანობა მაგრამ ეხლა ფულის მომპარავი ადამიანი ფულის მომპარავი ადამიანი ძალადობრივი დანაშაულები გავიგე მაგრამ ძალადობრივია როდესაც ჩემ თანხას იპარავ იმიტომ რომ ამ მოპარული თანხების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი კვდება
იმიტომ რომ შენ ვერ აგაქვს ისეთი ატყობილი სოციალური პროგრამები და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ნუ კარგი რა ხა ხო ყველაფერს თავის საზღვარი აქვს ხო ამდენი წლის განმავლობაში როგორ არ შეიძლება რომ ნორმალური და ღირსეული საპენსიო თანხა ქონდეს ადამიანებს. ეხლა რაზე ვსაუბრობთ? ხო ყველა დაუბერდებით, ხო ყველას ჩვენი ასაკი მოგვიწევს. ეხლა როგორ შეიძლება რომ ესეთი მასხლად აგდებით ზოგადად ადამიანები ცხოვრობენ. იგივე ჯანდაცვის სისტემაზე არ შემიძლია რო არ თქვა დღეს ისევ არ ამ თემაზე გაგიჟებული. ჩემი პირადი ხო ქვია რომ ვითომ უფასოა, ვითომ მithumetes ბავშვების ჯანდაცვა უფასოა. არ უნდა დაიჯერო, ესე იგი ყველა ჯვარი წერია, მაგრამ აი თუ რა გჭირდა დახმარებას, რა ფიქ, ანალიზი იქნება, შემოწმება იქნება ბავშვის მithumetes თუ ასე შემდეგ. არ არის ეს უფასო პირიქით. საკმაოდ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წამალი დაგჭირდება, დეფიციტია ვერსად ვერ შევიდა. ჯანდაცვა არის სექტორი, რომელიც 12 მილიარდს იღებს ყოველ წელიწად ჩვენი ბიუჯეტიდან. მე შეკითხვა მინდა რომ დაგისვა, თვის ხელშია ზოგადად გადაწყვეტილებები, რა პრობლემასაც თქვენ აყენებთ, ხო არ შევიხედოთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, ფიქსირდება თუ არა პირდაპირ ან იბი კავშირები თავის ბიზნესთან და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი თემა, რომელთანაც შეხება მათ შორის არ სურს მასმედიის საშუალებების აბსოლუტურ უმრავლესობას. ის ახლა რო ჩართავ მათ შორის სახელმწიფო არხებს გეგონება რომ ყველაფერი ისე კარგად არის, სადღაც ოაზისში ვცხოვრობ და ჩვენ მოჩვენებები დაგვეწყო რა და მე ვფიქრობ რომ ამის გარეშე ზოგადად წარმოუდგენელია რომ ზოგადად ვიფიქროთ. ჯანდაცვის სფერო კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. დააკვირდით რამდენი დაწესებულება არის ჯანდაცვის. რამდენი სამედიცინო პერსონალია საქართველოში. ერთ შეკითხვა მაქვს რა, ნუ თუ ჩვენ ელემენტარულ დონეზე მაინც არ უნდა ვიფიქროთ ის რომ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი უკავშირდება ესა რა ქვია თუ რამდენი პაციენტი ყავს ესა რა ქვია რა კოეფიციენტი გვაქვს ჩვენ ამაზე მე ვფიქრობდი რომ ეხა არა მაქვს ზოგადად იმის ზოგადად არ ვიტყვი ადამიანზე იმას რაც რეალურად ბუნებაში არ არსებობს. ეხა ჯანდაცვის მინისტრი არაერთხელ მithქვამს და ბევრჯერ გამემეორებ რომ თავის ბიოგრაფიით ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ან კორუფციაში არ არის ჩართული, მაგრამ აი უმოქმედობა ამ კუთხით ცალსახად მიანიშნებს იმაზე რომ გარკვეულწილად კორუფციაზე არ რეაგირება, ვფიქრობ რომ ეს კორუფცია თან იმ მასშტაბის კორუფცია ვინაიდან ამ თემაზე ვსაუბრობთ რომ ეს არ არის ისეთი ტიპის კორუფცია რომ აი ვიღაცა უკანონოდ ითვისებს ამ სახსრებს. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაკანონებულია და რას გულისხმობ? აი ხა მაგალითად 2 წლის წინ ჯანდაცვის პირობითად ვიძახი ხა რიცხვი შეიძლება არ იყოს ზუსტი, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ მაქვს ხა გახსნელი, მაგრამ აი პირობითად ტენდენცია რა არის? 2 წლის წინ მაგალითად ჯანდაცვა იღებდა ბიუჯეტიდან 8 მილიარდ ლარს, ყველაზე მსხვილი სექტორია, დღეს იღებს 12 მილიარდ, ანუ 4 მილიარდით მეტს. ვინმე შეუძლია ამ ქვეყანაში თქვას, რომ აი 2 წლის წინ უფრო ნაკლებად, უფრო ცუდ სერვისს ვიღებდით და აი 4 მილიარდი რო დაემატა და ეხა 12-ს რო იღებს, გაუმჯობესდა ჯანდაცვის სერვისი, ან რაიმე ან თუნდაც ეს თანხები იმ მედპერსონალს ხმარდება, დასაქმებულ ადამიანებს ხმარდება? არა, ხო, ვიღაცა აი კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის მთელი ამხელა ფული და ჯანდაცვის სერვისი ხდება ყოველწლიურად უფრო და უფრო უარესი, ვიდრე იყო მანამდე, ხო? აი, ეს ტენდენცია როგორ შეიძლება სახელმწიფოს დარჩეს შეუმჩნეველი, თუ მართლაც იქ თვითონ არა აქვს ვიღაცას ინტერესები. ესე იგი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებული ჯაჭვი არის შეკრული, სადაც პრაქტიკულად რეაგირება არც ერთ მიმართულებით არ ხდება. მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ნახეთ, მე ხა პენსიაზე დავიწყე საუბარი და მე გადავედი ჯანდაცვის სექტორზე. ჩვენი რაოდენობიდან გამომდინარე, რა რაოდენობითაც ჩვენ ვართ საქართველოში, მოსახლეობაზე ვსაუბრობ, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა დაძლეული არ იყოს, ამაზე როგორ ვსაუბრობ ზოგადად რა. მე ახლა არ მინდა ბევრი რამეს კიდე გაშლა, იმიტომ რომ არც დრო არის ამაში და არც ფორმატი ამ წუთში, მაგრამ ერთ შეკითხვა მაქვს რა, ხო არ ჯობია რომ გადავამოწმოთ რამდენი ადამიანი მიმართავს უცხო ქვეყნების სამედიცინო კლინიკებს არასწორი დიაგნოზების დასმასთან დაკავშირებით. აი ეს არის დივერსია, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ნახეთ, აი გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მინდა რომ ძალიან მოკლედ ვისაუბრო რა. საკმარისია მიმართო სამედიცინო დაწესებულებას, რომ იმ წუთში აუცილებლად ტარდება პრაქტიკულად ოპერაციები და შულტირებები და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ესე იგი პრაქტიკულად ადამიანებს აჯაჭვავენ ზოგადად და დამოკიდებულს ხდიან ჯანდაცვის სისტემაზე. ნუ თუ ამ მიმართულება მოდით რა ერთი სტატისტიკა დავდოთ რა ამ მიმართულებით მასმედიის საშუალებებსაც მოუწოდებ ჯანდაცვის მინისტრად ამოვიყოთ რა რაოდენობა გვაქვს ჩვენ
ჩვენი მოსახლეობიდან გამომდინარე ამოიღოს სტატისტიკები უცხო ქვეყნებში რა ხდება, როგორ ხდება და ძალიან ბევრ რაღაცას ნათელს მოვფენთ, ხო? ისინი პირიქით უყურებენ, მე რაც მომისმენია, მიმართვიანობა გაზრდილი რო არის, რა თუნდა ლაპარაკი ამას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა რა ვიცი, ხა ამდენი პრობლემა ჯანმრთელობის მე არ მახსოვს ადრე რო ქონა იმ წლებში, მაგრამ ესო პირიქით იმის მაჩვენებელია, რომ ჯანდაცვის სექტორი ხელმისაწვდომი გახდაო და იმიტომ არის მიმართვიანობა. ისე არა რომ უფრო უარეს. კიდე ერთხელ ვიმეორებ ზრუნვა. კარგი, საზღვრების ობიექტები გვაქვს ძალიან ბევრი და გავიგე, მაგრამ სამეცნიერო დაწესებულება ამდენი და ამ რაოდენობით და ყველგან სახელმწიფო ფულის ფლანგვა მე მგონი რომ ძალიან ცუდი არის. რის საფუძველზე ეხლა ნახეთ მიდის განათლების რეფორმა რა და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სახელმწიფომ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა უმოხდეს უფასო. ეხლა ეს გავიგე, მაგრამ იქ ამას გარკვეული უარყოფითი ტენდენციებიც ექნება აუცილებლად და შესაბამისად კერძო სექტორში სახელმწიფომ თქვა უარი დაფინანსებაზე. მე ხამ წუთში ამ თემაზე საუბარს არ დავიწყებ რა. მოვა მაგის დრო და შედეგები გვიჩვენებს ყველაფერს, რამდენად დადებითი ან უარყოფითი იქნება ეს შედეგები. ეხლა იგივე პრინციპით რატო არ უდგებით ჯანდაცვას მაგალითად? გეთანხმებით? იმპულს რასაც კერძო სექტორში ვაცხავთ ყოველწლიურად. ჯერ ერთი კიდე გასარკვევია, ბოდიში ჯერ ერთი კიდე გასარკვევია, რამდენად კანონიერად არის გადასული, ისა რა ვქვია, სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც იყო სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ, რამდენად კანონიერად არის ზოგიერთი ოჯახის ხელში გადასული. ყველა მიმართულებით ხო არ შეიძლება ყველაფერის ყიდვა, ყველაფერს გაყვი ვაჭრებათა ვართ ქცეული რა. საერთოდ ინტელექტუალური მიდგომები არც ერთ მიმართულებით არ ხდება. ეხლა რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი, ხო? მე მაგალითად კიდე ერთხელ ვიმეორებ რა. თვლი რომ ბიზნესის წარმომადგენლების ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში არის მაღალი რისკის მატარებელი, ეს კორუფციის წყარო. განსაკუთრებით ეს აზრი გამეღვივდა, როდესაც თავარზე მოусმინე რეპორტაჟს, სადაც პრაქტიკულად პირდაპირ დაფიქსირდა პარლამენტარების გაცემული პასუხებებიდან მათი პირდაპირი კავშირები თავიანთ ბიზნესებთან. ეხლა რა ვქნათ ეხლა? ხო არ შეიძლება ესე სამშენებლო ბიზნესში კორუფციული მიმართულება არის მაღალ დონეზე. სამეცნიერო ბიზნესში არის კორუფციული გაშლი მაღალ დონეზე. საბოლოო ჯამში მიტო არ გვადგას ხერი თუ რა არის ხა რა გახდა თქვა თუ მართლა ხა აი 3 მილიონიან ქვეყნის მინახულობა. ხო, ვარ თუ არა კიდე მაგით საკითხია. და ჯანდაცვა მაინც რო არ იყოს ამ ქვეყანაში პრობლემა და 3 მილიონიანმა ერმა თავის თავს მიხედოს, ალბათ მართლა არ დაიყოს აი თქვენაზე საუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ რომ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მაგის გამო მიმდინარეობს, ხო? ძიება. მართალია იქ თავიდან PR ტექნოლოგიების სხვანაირად იყო გამოყენებული და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს ბრალი რაც აქ ამ ადამიანს რის გამოც სასამართლოში არის საქმე არის რომ იყო თანამდებობაზე და პარალელურად მართავდა ბიზნესს. მე ხა რა მაინტერესებს იცი? რა ვიცი ხა ის დეპუტატების პერიოდში ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. ან დღეს არ ვიცი ხა. აი ეგ არის ამ შემთხვევაში გასაკვირი და აქ ჩვენ ამ თემებზე რო ქონდა ხოლმე საუბარი მე ისეთი ჯორების დადიოდა რომ ღარიბაშვილი ფულს მიჩეჩქავს, მაგრამ ეხლა ხო უნდა იყოს დღევანდელ დღეზე ვსაუბრობთ, ხო, ჯანდაცვას ვსაუბრობთ დღევანდელ დღეზე, ხო, რა მნიშვნელობა აქვს, რაც იყო 20 წლის წინ კიდევ უფრო გაუარესდა, ხო, და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. თუ კი ჯანდაცვაში განათლებაში მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს გავაკეთოთ და მე მაინც ვფიქრობ, იქ რეფორმა უფრო სხვა მიმართულებით უნდა წასულიყო და იქ ძირითადი პრობლემა იყო ის რომ არასწორი კომპლექტაცია იყო და ამის გაკეთება რომ ეს არასწორი კომპლექტაცია ყოფილიყო, ესე იგი პარტიული კომპლექტაცია მოეშალა განათლების სამინისტროს, ამის ძალიან მარტივი იყო რომ შექმნილიყო შესაბამისი კომისია და ძალიან მარტივად გამოაშკარავდებოდა ის უსაქმურები, ის პარტიული თქვათ და უცხო ქვეყნების პროპაგანდის ქვეშ აი ამაზე აქცენტი არ გაკეთდა რა და საბოლოო ჯამში ეს გაკეთდა აქცენტი მე ვფიქრობ რომ ის ძალები შეიძლება კიდევ უფრო აღორძინდნენ და კიდევ უფრო განვითარდნენ, იმიტომ რომ იხერონ პირიქით ამით. ამიტომ ამას თავი დავანებოთ, ჯანდაცვა არის მისახედი აუცილებლად რა კი. 3 მილიონი ადამიანი მე ვფიქრობ რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის რომ სახელმწიფო უნდა არსებობდეს სახელმწიფო კლინიკები და კიდე იქ ცოტა მრავალდონიანზე უნდა ვისაუბროთ და საერთოდ კლინიკამდე ბოლოს ისა ოპერაციებდა და შემდეგ ძალიან ბოლოს უნდა მიდიოდეს ადამიანი და ამიტომ პოლიკლინიკების დონე არის გასამართი, რომელიც არ აწყობს არც ერთ ბიზნესმენს, ვინც ჯანდაცვის პოლიკლინიკაში ვეიმკუნალებს ადამიანს, შემდეგ აღარ მივა მასალა. აი ნებისმიერ მასმედიის ისა საშუალებას უაძლევ, ეხა ერთ მიმართულებას რა შებძანდით სახელმწიფო ისა კოლგის ქვეშ არსებულ პოლიკლინიკებში ან რას გავს იქაურობა და ან რა პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად მე გავაკეთოთ დასკვნები რა. აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორი
ეს არის პოლიკლინიკების დონე და სახელმწიფო საავადმყოფოები აუცილებლად უნდა გაძლიერდეს. დანარჩენები კი ბატონო თუ ისინი კონკურენტ უნარიანები არიან, კი ბატონო დამოუკიდებლად და ადამიანს ვისაც შესაძლებლობა იქნება მივა აუცილებლად და იქ ჩაიტარებს კურნალობას რა. და მესამე კიდევ მნიშვნელოვანი მიმართულება ერთი რა ვერ გავიგე ახლა სულ ამაზე ვლაპარაკობ რა. რას ასწავლიან ასეც ამ კერძო სკოლებში, რომ პრაქტიკულად იქ გადასახადი უტოლდება ისა რა ქვია უმაღლეს სასწავლებლის გადასახადს. მე მაინც ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და აუცილებლად მისახედია საჯარო დაწესებულებები რა. სავსებით ვიზიარებ ამ მიდგომას, აი სავსებით და ეს კერძო სკოლების პრაქტიკაც. მაგრამ ეს რატო არ ხდება, იცით? რატო არ ხდება, იცით? ეხლა მოდით და გამოაქვეყნოთ ეხლა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ საწავლობენ მათი შვილები. რა თქმა უნდა, საჯარო სკოლაში ალბათ არც დამთავრდება რა, აი ხა მე რო პრემიერ-მინისტრი ვიყო, არც ერთ არ გავაჩერებ თანამდებობაზე რა. არც ერთ თანამდებობის პირს არ გავაჩერებ თანამდებობაზე, იმიტომ რომ შენი ზრუნვის საგანი არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ზრუნვის საგანი იწყება სახელმწიფო დაწესებულებებიდან. შენ უნდა კონდეს ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რომ მე შეიძლება ამის საფუძველზე გაძლიერდეს კერძო სექტორი. ეხლა რას ასწავლიან ისეც იმ კერძო სკოლებში, რომლის სწავლება არ ხდება და არ შეიძლება ხდებოდეს, თქვათ, ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში. აი თვითონ თქვენს ორი თქვით, რომ თანამდებობის პირი, რომ საკუთარ შვილს მე მომიწოდებს, ესე იგი, რომ საჯარო სკოლაში უნდა ვატარო და იქ მაღალი ხარისხის სწავლა, ყოველ შემთხვევაში ვალდებულება აქვს, რომ იქ საჯარო სკოლაში ჩემმა შვილმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, მაგრამ თავის შვილს იქ არ ატარებს, სხვა სკოლაში ატარებს. ეხლა რანაირად უნდა დავიჯერო, რომ შენ მართლა ზრუნავ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც ამ შემთხვევაში ჩემ და ჩემსავით ათასობით ბავშვის წინაშე დგას, ხო? ეს ძალიან სწორი აქცენტია. ან რატო ვერ ვაჩერებთ ზოგადად ამ ესა უცხო ქვეყნებიდან ეგრეთ წოდებული ჯართის შემოყვანის პროცესს, ჩვენ თვითონ რატო ვამძიმებთ, თქვათ, ეკოლოგიურ ვითარებას საქართველოში, ხო? ხო, ბოლო 35 წელი გავიდა, როგორ არ შეიძლება რომელიმე ბრენდთან მოხდეს მოლაპარაკება და თქვათ საქართველოში მოხდეს აი თურქეთში გადავიდეთ და იქ ვნახავთ რა. აქ რაღაცა უნდა იქმნებოდეს ეს სატრანსპორტო საშუალებები, ან რა უბედურება არის. გავაკეთოთ სტატისტიკა რა, რამდენი ავტომობილი ჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებს. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში და პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად რაღაც ან კომისიური წესით უნდა გააკეთოს, რომ ამდენი სატრანსპორტო საშუალების ისა ქონა არ არის აუცილებელი. სადაც მშვიდობიანი პროფესიებია და სადაც არ არის ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობა, რა საჭირო ამდენი ავტომობილი, როდესაც შეიძლება რომ ძალიან კარგი ისა რა ქვია, თქვათ ავტობუსები იქნა შემოყვანილი და თუ რაიმე ტრანსპორტირება საჭირო, მოხდეს ამის ტრანსპორტირება, ხო? არ არის აუცილებელი, აი გადავხედოთ ყველა სტრუქტურას. ეს ალბათ აი ფსიქოლოგიურ კულტურული პროცესია, რომ მთავრობაში თუ ხარ მანქანა უნდა დაგინიშნოს, ღოლიბი მსახურებოდა და უყურს ბენზინი ქონდა. ესენი რომ დადიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დამიჯერეთ რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტში ამას დღეს აშინელება. მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამიტომ აი როგორც კი შარვა კოსტუმი და გალსტუკით მოხდები იმაში, რა ქვია, მეტროებში, როდესაც მოხდები ესა რა ქვია, საზოგადოებრივი სხვა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტში, შენი განწყობა უფრო სხვანაირი იქნება. იქნება ის ადამიანები მეც იმსახურებენ. ნახეთ რა მდგომარეობა არის. პიკი გვაქვს ხო გრიპის თვალსაზრისით და თქვენ უნდა ნახოთ როგორი ის არის, რა ქვია, დატვირთული თუნდ ისა მეტრო იქნება თუ ავტობუსები, ხო? აი ეს ვერ გავიგე, ესეც ხო რაღაცას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს არის გავრცელების მერე მთავარი კერა და ესე იგი და უნდა ჯანდაცვის სექტორი ახსენეთ თქვენ და აი წამალი, მაგ გრიპის წამალი, რაც ახლა მოდებული ხა წამლის სახელს ხო არ ვიტყვი რომ რეკლამად არის ჩაითვალოს, დეფიციტურია დღეს რომ დამჭირდა რომ მეყიდა, თურმე არც ერთ აფთიაქში თბილისში არ არის. ერთი მითხრეს რომ სამეგრელოს ფილიალშიაო, მეორე კახეთის ფილიალშია. აი რანაირად არის ეს ნორმალური ჯანდაცვის სისტემა? ეს ხო არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ საბოტაჟი. აბა რა ქვია ხა? ეს ხო ნებისმიერ ეს სისტემა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ხო არის აუცილებლად დაგეგმვითი სისტემა არის და წინასწარ უნდა გქონდეს საფრთხეები იდენტიფიცირებული და წინასწარ უნდა იყოს მზად საფრთხეები. ესე იგი ახლა თქვენ რაზედაც საუბრობთ, ეს არის საბოტაჟი ხო? ახლა ბიზნესი ამას უყურებს რომ თვითონ რა შემოიტანა ის სამალი გაყიდა და ახლა კიდევ ვინმეს უჭირდება რაში აინტერესებს. და აი სახელმწიფოზე რო იყოს ეს პასუხისმგებლობა რომ რამდენიც ჭირდება იმდენი უნდა გქონდეს რომ წამლის დეფიციტი არ შეიქმნას ქვეყანაში, ჯანდაცვის სერვისის დეფიციტი არ შეიქმნას ქვეყანაში, როგორ შეიძლება რომ ეს იყოს კერძო სექტორის ხელში და ვიღაც ბიზნესმენის მოგება არ მოგებაზე დამოკიდებული. აი ეს არის უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო სექტორი, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა იყოს და გააძლიეროს ჯანდაცვის სახელმწიფო სექტორი და ყველა დანარჩენი უნდა გაუშვას
თვით დაფინანსებაზე. აი რამდენად იარსებებენ, იქ დავინახავთ ჩვენ, მე აი თუ იქ უკვე ვეღარ იარსებებენ, ეს ნიშნავს რა დონის კორუფცია ქონია და რა ფულის გათეთრებასთან ქონია. ესე იგი მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე ხდებოდა. ეს საბოლოო ჯამში უნდა დავამთავროთ რა, იმიტომ რომ ნახეთ ჯერ ისედაც მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ვართ, რაც რა თქმა უნდა იმუნიტეტზე მოქმედებს და რაც რა თქმა უნდა ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული ხდება და რაღაცები უნდა გადაწყდეს რა საბოლოო ჯამში რაღაცებამდე უნდა მივიდეთ. მივხვდით? ვეთანხმები განათლებაში რეფორმა საჭირო იყო, რამდენად გამართლებული ეს ყველაფერი, მე ამაზე ვერანაირად ამ წუთში ვერ იმექნება რაიმე ტიპის დასკვნა, იქიდან გამომდინარე რომ პრაქტიკულად ვაკუუმში ვიმყოფები და თული ბევრ რაღაცას რომელიც თქვათ მესმის მაინც ძალიან მინდა რომ ჯეროდეს ეს არის ჭორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მე რომ ამაზე თქვათ დასკვნები გავაკეთო, ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი დასკვნები მექნება, ამიტომ ვერ დავეყრდნობი ჭორს, ამიტომ თავს შევიკავებ, დაულევდები მოვლენათა განვითარებას და ამის შემდეგ გავხსერ კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ იმ საკითხს რა. მე მაინც ვფიქრობ, ერთადერთი საფრთხე რაც არის ამ რეფორმებთან დაკავშირებით, გაახლავთ ის რომ პოლიტიკური აგიტატორები, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებისათვის ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ტვინები გამოერეცხათ ახალგაზრდა თაობისათვის, ისინი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს და მაღალი ალბათობით იმ სისტემით, რისგანაც მივდივართ, პრაქტიკულად ისინი არ ვფიქრობ, რომ რაიმე პოზიციებს დაკარგავენ. ამიტომ რა ვიცი, ნება თქვენია ხელისუფლების ნება და ისინი აგებენ პასუხს. რამდენი დღეში იქნება სხვათა შორის აი წინასწარ დავაანონსებ ამასაც, რამდენიმე დღეში გვექნება მოკლე ვიდეო ვერსია სუნძის ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნის შინელი მხედართმთავრის ომის ხელოვნების და 12 თეზისი აქვს იმ კაცს ჩამოწერილი. აუცილებლად იქნება ჩვენს ეთერში ვამზადებთ ასე თქვა ტექნიკურად აი ამ 12-ვე თეზისის პრეზენტაცია. ესე იგი გეგონება რომ დღევანდელობას უყურებ. აუმხედრე ახალგაზრდები შენი მოწინააღმდეგის ასე ვთქვათ ახალგაზრდები განაწყვე უფროსების წინააღმდეგ ეს ერთ-ერთი თეზისია. ერთ-ერთი თეზისია რომ ყველანაირად შეუშალე ხელი მთავრობის მუშაობას. იგულისხმება რა თქმა უნდა დემონსტრაციები ასე შემდეგ. ანუ ეს რაზეც თქვენ საუბრობთ მათ შორის საბოტაჟზე როდესაც მიდის, ეს ხო არ არის აი რაღაც მართლა უყვართ ხოლმე თქმა რომ შეთქმულების ეს არის დოქტრინალური ასე ვთქვათ დაწერილი, გამოყენებული მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოცდილი მეთოდები, ხო? სად მივდივართ? რომ განსაკმაყოფილებლო სივრცე ზოგადად არ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ნახეთ რეფორმას როდესაც იწყებ, ყველა დაიღალა მუდმივად რეფორმები, იმიტომ რომ მუდმივად საინტერესო ცხოვრება ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ლად კარგი არ არის რა, ამან შეიძლება სხვა რაღაცა გამოიწვიოს. ნახეთ, ესე იგი ვიწყებთ რეფორმებს და ყველა განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ პრაქტიკულად დანაშაულებრივი ნიშნები ჩანს ყოფილი განათლების მინისტრების საქმიანობაში და მათ შორის იმ ბუდეში, რომელსაც ვერ ეხება ვერც ერთი მინისტრი, რაც შექმნილი არის აი გრანტებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პროგრამა და მათ შორის წიგნების შექმნასთან დაკავშირებით, როცა ამას არ ვებძვით და ახალს ვიწყებთ რაღაცას, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალშიდაც იგივე კორუფციული გარიგებების მაღალი დონე არ იყოს. ამიტომ როცა რაღაცა აი იმ სიბრძნეებში, რომელსაც თქვენ გამოიტანთ, მე არ ვიცი ხა ზუსტად რა არის გამოტანილი, მაგრამ ნახეთ, თუ არ ებძვი დანაშაულს და არავლენ დანაშაულს, ვერანაირად ვერც ერთ რეფორმას ვერ მისცემ. დაახლოებით ეგ წერია იქაც, როცა ამბობდა ის კაცი, რომ მოისყიდე ქვეყნის ელიტა, რათა ჩაითრიო დანაშაულებრივ საქმიანობაში. ეხლა ესეთი ძალიან ეჭვი მეპარება, ნახეთ, იმ ადამიანების, რომლებიც პრაქტიკულად ჯალათებად და ზონდერებად იყვნენ მოვლენილი ყველა სისტემაში და შენ ამას ინარჩუნებ დღესაც, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ იმ ადამიანებით აღნიშნული პრობლემა პირველი რაც უნდა გაკეთდეს, რომელ რეფორმაზე ვსაუბრობთ, როდესაც განათლების სისტემაში პრაქტიკულად უცვლელობით არის შენარჩუნებული ის ჯაჭვი, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ისა რა ქვია ღებულობდა აბსოლუტურად იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც თქვათ ასუსტებდა ჩვენს ინტელექტუალურ ბრძოლის უნარიანობას. დღეს ამ ხალხს ვავალებთ რომ გააკეთოს რეფორმა. არა, ჯერ არ ვავალებთ, იმიტომ რომ ჯერ არ დაწყებენ, მაგრამ ამას უნდა დავავალებთ. ამიტომ ეს არის მცდარი მიდგომა და ის მიდგომაც მცდარია, რომ ეხა იმ დროს იყვნენ ცუდი და ეხა არა, არავითარ შემთხვევაში. იმ დროს და ამ დროს სხვაობა არ აქვს. თუ შენ მონაწილეობდი, შენ აუცილებლად უნდა იქ არ უნდა იმუშაო, სადაც მუშაობ, მიხვდით? ეთანხმებით სავსე. იმიტომ რომ იქ შენ რომ მუშაობ, იქ რო სხვები მოდიან, შენც იმასაც დამპალი ვაშლის პრინციპით. მე იმათაც აქცევს ცოტა სხვანაირ ადამიანებად და საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ ჯაჭვს, რომ სამართალი პურს კი არ ჭამს, ზოგადად სამართალი სახელმწიფოს არ გაკეთება. სისტემა ხდება შემდეგ უკვე დანაშაულებრივი. აი ბატონ დავით, ბოლოს აკითხავთ, სანამ გვაქვს 7 წუთი ეთერის ამოწურვამდე, ესეთი შეკითხვა მექნებოდა.
თქვენ როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, თქვით, რომ ის რომ დღეს ჩვენთან არ არის ომი უბედურება და გარკვეულწილად გადავრჩით სამხედრო კონფრონტაციას, თორე ხა რაც ხდება არც ის არის მშვიდობა, ხო, რაღაც გაგებით. ეს არის იმ სიბრძნის დამსახურება, რაც ქართულ საზოგადოებას ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდაო. თუმცა ამასთან დაკავშირებით ცოტა ასეთი კრიტიკული პოზიცია მექნებოდა ისტორიული მეხსიერების გააზრება, გაანალიზება და სწორად გაზიარება. თანამედროვეობაში დამკვიდრება იმ ცოდნის და გამოცდილების, რაც ისტორიულად დააგროვა საზოგადოებამ. ეს პროცესი რაზე არის დამოკიდებული? ეს არის მხოლოდ განათლების სისტემის საკითხი. მაგალითისთვის ვიტყვი რას? მაგალითად სომხეთი ვახსენეთ, ხო და სულ მაკვირვებდა ერთგვარად და აღმაფრთოვანებდა კიდეც ამ ხალხში რა თვისება, რომ 100 წლის წინანდელი პროცესი, რაც დაკავშირებულია ბევრი სახელმწიფოს მხრიდან უკვე აღიარებული არის სომეხი ერის გენოციდთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან. დღეს რო გავაჩეროთ ნებისმიერი სომეხი ახალგაზრდა, ზუსტად ისევე ტყივა ეს თემა, 100 წლის წინ მომხდარი თემა, როგორც 100 წლის წინ ტყიოდათ სომხებს. ანუ მათ შეინარჩუნეს ეს ისტორიული ემოციური კავშირიც კი შეინარჩუნეს ამ ხნის განმავლობაში ამ მოვლენებთან. ეს მაკვირვებდა სულ ჩვენ 100 წლის წინანდელი კი არა 30 წლის წინ რა მოხდა რა პროცესები, ეს კი არა გვაქვს ჯერ ნორმალურად გაგებული, შეფასებული. თუ მივხვდით რისი კითხვაც მინდა, რასთან არის ეს დაკავშირებული, რა არის ამისთვის საჭირო, რომ ქართულმა ხალხმა, რომელსაც უმდიდრესი ისტორიული გამოცდილება აქვს, ეს გამოცდილება აქციოს, ცოდნათ და გამოიყენოს პრაქტიკაში. ეს მხოლოდ განათლების სისტემის საკითხია? ესე იგი, პირველ რიგში, რა პრობლემების წინაშე ჩვენ ვდგავართ, ეს არის რომ ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, მე არ ვიძახი რომ უმრავლესობაში, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის სახელმწიფოებრივად, რომელიც ვერ აზროვნებს და ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ხელსაყრელი პირობა პოლიტიკური თუ სხვა სახის დესტაბილიზაციის ინსპირირებისათვის საქართველოში. ამიტომ ესე იგი ერთ-ერთი მიზანი, რაც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას, ეს გახლავთ რომ რაც შეიძლება ბევრი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იყოს. ეს არ მიიღწევა მხოლოდ განათლებით. ეს მიიღწევა განათლებით, ეს მიიღწევა ოჯახით და ეს მიიღწევა სულიერებით. ეხლა რაც მე ჩამოგითვალეთ, ამ სამის გაშლა რომ მოვახდინოთ, მე ვფიქრობ რომ ძალიან კატასტროფული მდგომარეობა. მეგონი, სამივე ამ სეგმენტმა კრიტიკული დარტყმა მიიღო ზუსტად ამ. ეს იყო მიზანმარცვლად შერჩეული სეგმენტები და ეს შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩენილიყავით იქ, სადაც აღმოჩენილიყავით იქ, სადაც არ არის ოჯახური სითბო. იქ სადაც ზოგადად არ არის საკმარისი გამოცდილება, იქ სადაც არ არის საკმარისი ცოდნა, იქ არ შეიძლება რომ სიყვარული სუფევდეს და სადაც სულიერება არ არის, იქ ძალიან ცუდია. ნახეთ, პრაქტიკულად მთელი მასმედიის საშუალებების დივერსიული ქმედება მიტანილი იყო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. და ზოგადად სულიერ მდგომარეობა რომ მასმედიის საშუალებების წარმომადგენლების ცოტა სხვანაირი ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ ესეც სამიზნე არ უნდა გამხდარიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მე განა არ ვიცი, რომ იქ თლად კარგად ვერ არის საქმე, მაგრამ ან როგორ უნდა იყოს კარგად საქმე, როცა მე საზოგადოებაზე თუ ვისაუბრებ, როგორც საზოგადოების ნაწილი აქ რა მდგომარეობა. რაც ერია, მერიც არის ხო? ვინც კიდე ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას იცნობს, თუ ჭეშმარიტ მართლმადიდებელი არ არის, ჩვენ რამდენი ცდუნება გვაქვს ცხოვრებაში და როგორ ვძლებთ ამას, ეს უკვე სხვა საკითხია და რამდენად მეტი ცდუნება აქვს ადამიანებს, რომელსაც კაბები აწვიათ ფაქტიურად და მთელი ამიტომ ეს ამის გარგათვალისწინების გარეშე ზოგადად ძალიან ძნელია რაიმეზე ისაუბრო. მაგრამ ნახეთ, ამ ფონზე არაფერს არ საუბრობენ იმ სექტებზე, რომლებიც შემოჭრილი არიან საქართველოში და პრაქტიკულად ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან, მათ შორის კოლექტიური დასავლეთის მიერ და რომელთაც ძირითადად დანიშნულება რომ შეასუსტონ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. აქ ჩდება ის ძირითადი მიმართულება, რომელზედაც მე ყველა ტელევიზიაზე ვსაუბრობ. ეს გახლავთ სწორედ სადაზორო შეღწევადობა, ეს არის პოლიტიკური დაზვერვის მიმართულება, რომელიც თავსებადია იმ რელიგიური დაზვერვის მიმართულებასთან. ამიტომ შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს და ამ მიმართულებით დააკვირდით რა ხდებოდა საქართველოში და რა ხდება ყოფილი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში დაგვიფიქსირდა და არ შემიძლია რომ ამაზე ყურადღება არ გამომახვილო. კომპრომეტაცია სასულიერო პირების, მათ შორის დოკუმენტალური კომპრომეტაცია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში ძალიან კარგად იყენებდნენ სასულიერო პირების მიმართ და სხვათა შორის თუ გახსენდებათ უკვე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, როდესაც სანამ დააკავებდნენ, მანაც მნიშვნელოვანი მონაცემების გამოტანა მოახერხა ღია წყაროში. ესე იგი, ყველაფერი ესამსახურება სასულიერო პირების კომპრომეტაციას. ეს იმას, რომ საიდუმლოების რეჟიმი მოშლილია.
და დამაჯერეთ ახლა მე თქვენ რომ ისა ელექტრომატარებელს ესე იგი მოხვედრილი ინფორმაცია თუ ის ინტერნეტთან არის ერთხელ მაინც კავშირში მხოლოდ იქ დარჩა და არ გავრცელდა გამორიცხული ეს რაღაც და ყველაზე მთავარი ჩვენ გვაქვს მობილური კავშირის საშუალებები ერთ-ერთმა ხელისუფლებამ ჩვენზე არ არის საუბარი ვერ ეზრუნა იმაზე რომ პრაქტიკულად სპეცსამსახურებს და პოლიციურ უწყებებს და ოპერატიული ფუნქციის მქონე სამსახურებს რაღაც შეუქმნან ისეთი პირობები რომ ამ სატელეფონო კავშირებში არ ხდებოდეს ისეთი ინფორმაციების მოგცევა რომელიც ოპერატიულ აგენტურული საქმიანობის შემადგენელია თუნდაც საგამოძიებო პრაქტიკის შემადგენელია იმიტომ რომ რეალურად ეს არის სალექარი და ყველა ტიპის ინფორმაცია მიდის იმ სახელმწიფოში ვინც ფლობს ზოგადად ზეგავლენას და პრაქტიკულად მას აქვს როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური ისე სამხედრო ისე სამეცნიერო და ეკოლოგიური ალბათ ამით იხსნება ისიც რომ აი სხვადასხვა სახელმწიფოები ხან დაპირისპირების ფონზე განსაკუთრებით აი სადღაც იქ WhatsApp-ის აკრძალვაზე საუბრობს აქეთ რუსეთი იქით პირიქით TikTok-ს ექნება არა მარტო აკრძალვაზე საუბრობს აკრძალული აქვს ხო იქ უკვე აკრძალული აქვს და ეთქობა ეს არის მართლა სერიოზული იარაღი ხო და ჩინეთის და ამერიკის ლიდერები ამდენი ხანი ერთმანეთს არ შეხვედრიან ერთმანეთთან ისაუბრეს და საუბრის თავი თემა შეეხო TikTok-ის რაღაც აქტივები ვის ხელში უნდა იყოს და ეხლა ეს თუ მართლა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტით ეს არის ჩვეულებრივად ერთ-ერთ სადაზორო ესა რამოდენიმე ფრაგმენტს გამოვყოფ იმიტომ რომ დრო არა გვაქვს მე ალბათ გვექნება და მე უფრო ვისაუბროთ პირველ რიგში ეს არის სადაზორო დეზინფორმაციის სადაზორო პროპაგანდის მნიშვნელოვანი წყარო ეს არის პრაქტიკულად სადაზორო ხასიათის ფსიქოლოგიური პორტრეტის შემადგენელი ძალიან ხელსაყრელი საშუალება ჩვენი ნებისმიერი ინტერესი ჩვენი ნებისმიერი დამოკიდებულება რომელიც ფიქსირდება სოციალურ ქსელში თუ ხელოვნურ ინტელექტში ეს არის ფსიქოლოგიური პორტრეტის შემადგენელი ამიტომ გარკვეული სიფრთხილე გვმართებს ჩვენთან ჯერ შემოდის და მე ვფიქრობ ხოლმე პრობლემაზე ამიტომ მე ვფიქრობ რომ სახელმწიფომ გარკვეულწილად უნდა მოახდინოს გარკვეული რიგის შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებით ამის არსებობენ სახელმწიფოები მათთან უნდა შევიდეთ სტრატეგიულ პარტნიორობაში და ეს ქმედებები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს სახიფათოა გაუთვითნობიერებელი ასაკის ადამიანებისათვის და თუ ამას არ გავითვალისწინებთ შესაძლებელია რომ ჩვენ ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ მით უმეტეს ჩვენ ვიცით ნარკო ბიზნესისათვის თავი შემოსავლის წყარო ეს არის და ამას ჩვენ ვერ ვზღუდავთ და სამწუხაროდ ამ პროცესებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა თაობაა ჩართული რომელმაც ძალიან ხიფში ჩავარდა იმ ფინანსური შემოსავლობიდან რომელიც უშუალოდ შეიძლება ადამიანმა მიიღოს ამიტომ ძალიან ბევრი საფრთხების წინაშე ვდგევართ და მე ვფიქრობ რომ გონიერი ადამიანი მათ შორის გონიერი სახელმწიფო მოხელი ამას აღიქვამს სახკრიტიკად და იმ კრიტიკად რომ რეალურად რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ეს არის სწორედ ეს მიმართულებები რომელზედაც ხელისუფლება უნდა იფიქროს რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე შეამციროს მაგრამ ვფიქრობ რომ არსებობენ არაგონიერი ადამიანები რომლებიც არასწორხაზოვნად ან სწორხაზოვნად ღებულობენ არასწორად და არადეკვატურად ინფორმაციულ ნაკადებს და მოყარეში მტერს ეძებენ და მტერში მოყარეს და ეს არის სწორედ იმ დაბალი ინტელექტის ესა რა ვქია დამსახურება ზოგადად დაცინვა ადამიანების არჩევია და არც კონკრეტულად ვამბობ მაგრამ ვინც პრობლემა რაც არის იმას ვამბობთ ვინც ამას ისე არ აღიქვამს როგორად ჩვენ ვამბობთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოკეთეები მას არა მარტო დაბალი ინტელექტი აქვს მას ზოგადად არასახელმწიფოებრივი აზროვნების ძალიან მაღალი კოეფიციენტი გააჩნია დიდი მადლობა ბატონო დავით, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ეთერისთვის და არაერთხელ ახსენეთ და მეც დაგიდასტურებთ რომ მომავალშიც არაერთხელ გვეკნება იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ თუკი თქვენი სურვილიც იქნება ჩვენს სტუდიაში სტუმრობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან რეზონანსული არის ხოლმე თქვენი გამოსვლები ეს დღევანდელ ეთერშიც სოციალში მაყურებლის აქტიურობაზე ჩანს. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და შევახსენებ მაყურებელს რომ ბატონი დავით კუხალაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი. ჩვენ ერთმანეთს კვირას შევხვდებით გადაცემაში დროის სამართალი. მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.